მონაწილე და განცდები და ტკივილები თქვენ უფლისწმენი ცხოვრობ და გქონდეთ ჩვენი იმედი როგორც შეგვიძლია თქვენს გვერდით დავდგებით ჩვენ გვინდა დაბრუნდეთ სამშობლოში ოჯახისათვის გამოსადეგარი არა შერყეული ჯანმრთელობით გამარდით გამხნევით ჩვენ დანაკარგი დასაკარგი ქალები არ გვაქვს აი ასეთი მიმართვა გვინდა თქვენი სახელით დარბაზში მსხდომთა სახელით და ჩვენი ქალთა სახელით მიმართოთ ჩვენს ემიგრანტ ქალებს და რაც მთავარია ბატონო გია თქვენ დღეს მადლობელი ვარ რომ მოგზადით და აი ეს ამდენი საკითხი მოისმინეთ მაგრამ ჩვენთვის ცნობილია რომ ქალებს ემიგრანტ ქალებს აქვს ესეთი სურვილი რომ გონინანამ გააჟღერა კიდევაც ეს საკითხი რომ მათი ლიტერატურა სადღაც კი არა ჩვენთან საქართველოში იყოს გაყიდვაში ამაზე ჩვენც ვიზრუნებთ რომელიმე წიგნის ალბათ კალპონაკა თუ შეიძლება რომ მივმართოთ და ეს წიგნები შევძლოთ რომ გაყიდვაში იყოს ჩვენს მაღაზიებში და მეორე თესალონიკში ბატონია აი ეს ადამიანები ემიგრანტები ძალიან ბევრს შრომობენ იმისათვის რომ მათი კულტურული ცხოვრება ეს ერთი შაბათი დღეა თუ პირადღია გამოიყენონ და მოაწყონ ასეთი საგამოების ლიტერატურის საგამოწმების აღგენება თუ რაც არის მაგრამ ისინი ამაში თანხას იხდიან არა პატარა შესაძლებელი თუნდაც 1-10 კვადრატული რომ ისინი მუდმივად იყვნენ დაკავებული და აი ეს გადასახდელი აქონენ აი ეს ორი საკითხი ხალბატონ ნატალიამაც თქვა და ჩვენ რადგანაც ვითარეთ ეს საქმე ალბათ ბოლომდე გავიყვანთ და სამინისტროსთან ერთად მთავრობასთან ერთად გადავწყვეტავთ იმ საკითხებს რომელიც ემიგრანტებს ესი აწუხებს ახლა კი ნება მომეცით ჩვენი და გითხრათ კიდევ ერთი რაღაც მაბადიეთ გამიგრძელდა მაგრამ ეს აუცილებელია ქალბატონმა ნანამ და საერთოდ ემიგრანტებმა გააკეთეს ესეთი კეთილინება ჩვენს ფეისბუქზე სოციალურ ქსელში მუდმივად იდებოდა ერთი 15 წლის გოგონას თეკლა კიკაჩეიშვილის სურათი რომელიც არის ეპილეფსიით დაავადებული და საჭიროებს მკურნალობას მთავრობამ ნაწილობრივ დაუფინანსა ეს თანხა მაგრამ მოხდა ის რომ გამოსაკლებლად უნდა წასულიყო თურქეთში წუხელ გაფრინდნენ ესენი თურქეთში და არ ჰქონდათ გზის ფული დიდი მადლობა უთხრათ აი აში მეტირება როდესაც აი ამ ემიგრანტმა ქალებმა ეს თანხა გადაურიცხეს და მას მისცეს